თუ წერტილოვანი ფუნდამენტი რანდკოჭებით არ არის შეკრული, მაშინ, როდესაც სიმძიმე დააწვება რიგელს, რიგელიდან სვეს და შემდგომ ფუნდამენტს, ზუსტად ამ ფორმით გაიშლება და დაიწყებს რღვევას. მაგრამ ქვედა ნაწილში ხედავთ თქვენ რანდკოჭებით შეკრული, უკვე ინარჩუნებს თავის სიმტკიცეს. ვნახოთ ორივე შემთხვევა ბეტონის ჩასხმის დროს. ეს არის პროცესი წერტილოვანი ფუნდამენტიდან სვეტების ამოყვანის, შემდეგ ზევით შევკარით რიგელები, მაგრამ ქვევით არ არის შემკრელი რანდკოჭი. ამ შემთხვევაში კი შევკარით რანდკოჭებით და შემდეგ გავაგრძელეთ ზევით სვეტების ამოყვანა და რიგელის შეკვრა. მას შეგვიძლია ვუწოდოთ რანდკოჭი, ან წერტილოვანი ფუნდამენტის შემკრელი ქამარი, ან ფლინთ ბიმ. მისი ზომები განისაზღვრება სამშენებლო მიწის ნაკვეთზე არსებულ ლანდშაფტური მდგომარეობიდან გამომდინარე. მშენებლობას ამარტივებს ცოდნა, შრომა და გამოცდილება. მე სულხან-საბა ვარ, გიზიარებთ ჩემ სამშენებლო თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას. გამოიწერეთ ჩემი არხი, გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი მეტი სიახლეებისთვის.